ბილიარდს უხსოვარი დროიდან თამაშობ. კონკრეტულად რომელ ქვეყანაში მოიგონეს სპორტის შესახეობა, ამას დაზუსტებით ვერავინ იტყვის. ზოგი ჭადრაკის მსგავსად ბილიარდის სამშობლოდაც ინდოეთს მიიჩნევს, ზოგი წყარო კი ძველი ჩინეთისკენ მიუთითებს. თუმცა დანამდვილებით ცნობილია, რომ თანამედროვე ტიპის ბილიარდი გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში ჩამოყალიბდა. იმ დროებაში ბილიარდი ელიტური თამაში უფრო იყო და ამით მეფეები და დიდგვაროვნები ირთობდნენ თავს. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ის ფართო მასებშიც გავრცელდა და უფრო აზარტული სახე მიიღო. საქართველოში სპორტის შესახეობა ცოტა მოგვიანებით შემოვიდა, მაგრამ მალევე ძალიან პოპულარული გახდა. თავდაპირველად სათამაშო მაგიდები ჭავჭავაძეებისა და დადიანების სასახლეში გამოჩნდა, თუმცა მე-19 საუკუნის ბოლოსკენ თბილისში უკვე ბევრი სათამაშო ადგილი გაჩნდა. თბილისი იმ დროს მეტად საინტერესო ქალაქი იყო. აქ იღრეოდა უამრავი კულტურა. ყომარის ბევრი იცოდნენ, რას აღარ ნახავდი, ბანკოს თამაში, კოჭის გაგორება, საზამთროების დაგორება, კამათლის სროლა, ბილიარდიც მალევე გავრცელდა. ცნობილი თავშეყრის ადგილი იყო ქასიბის დუქანი, რომელიც მაშინდელ იარმუკაზე, დღევანდელ კოლმეურნეობის მოედანზე მდებარეობდა. ასევე ცნობილი ადგილი იყო იმდროინდელი ატამანის ქუჩა, დღეს გუდიაშვილის ქუჩა, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც უამრავი დუქანი იყო ჩამწკრივებული და ყველგან ბილიარდის თამაში მიდიოდა. სახეობა იყო მრავალი, პირამიდა, ამერიკანა და ყველაზე გავრცელებული იამოკი. მოთამაშეს სხვადასხვა პოზიციების დროს ასახელებდა ციფრს, თუ რამდენ დარტყმა შეძლებდა იგი ყველა ბურთის შაგდებას და შემდეგ მიდიოდა ფსოვნების დადება. თუ მობილიარდი სიტყვა შეასრულებდა, მთელი ბანკი მასთან რჩებოდა, ხოლო თუ ვერა, მოთამაშე ფულის დამდებს ორმაგს უხდიდა. მე-20 საუკუნეში უკვე საბჭოთა საქართველოში ბილიარდს დიდად არ წყალობდნენ, იყო განვითარებული რუსული ბილიარდი, თუმცა ზოგადად საბჭოთა ელიტას არ უყვარდა სპორტის ეს სახეობა, ის უფრო კრიმინალურ თამაშებთან გააიგივეს, თუმცა მიუხედავად ამისა საქართველოში მაინც არსებობდა რამდენიმე კერა, სადაც უამრავმა სპორტსმენმა ისწავლა ბილიარდის თამაში, ერთ-ერთი ასეთი იყო მუშტაიდის საბილიარდო, რომელიც დღეს სამწუხაროდ აღარ არსებობს. 1964 წელს გაიმართა პირველი საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც 15 სპორტსმენს შორის გაიმარჯვა ლეგენდარულმა გივი კობოსნიძემ. დღეს ბილიარდი უკვე ფართოდ გავრცელებული სპორტის სახეობაა, განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში კლასიკური, იგივე რუსული ბილიარდი და ამერიკული პული, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბილიარდის ყველაზე რთული და ტაქტიკური სახეობა სნუკერი, რომელიც საქართველოში განვითარებას მხოლოდ ახლა იწყებს. სნუკერი ძალიან ჯენტლმენურ და არისტოკრატულ თამაშად ითვლება. ყველაზე გავრცელებული ის ბრიტანეთში და ჩინეთშია. მსოფლიოს საუკეთესო სნუკერისტები ძირითადად ბრიტანელები არიან. სნუკერისთვის გარდამტეხი თარიღი იყო 1969 წელი, როდესაც დევიდ ატენბორომ ფერადი ტელევიზორის პრომოუშენისთვის სნუკერის ჩემპიონატი ჩაატარა და ეს BBC-ს პირდაპირ ეთერში გადაიცა. მწვანე ფონზე ფერადი ბურთები და აზარტული ბილიარდი ფერადი ტელევიზორის მშვენიერი რეკლამა გამოდგა. ამ ღონისძიების მერე სნუკერის პოპულარობამ საგრძნობლად იმატა. ამ თამაშის პირველი ლეგენდა იყო ინგლისელი ჯო დევისი, რომელიც 1920-იანი წლებიდან დომინირებდა და მისი შედეგის გამეორება დღემდე ვერავინ შეძლო. ჯო დევისი პრაქტიკულად დაუმარცხებელი იყო და იგი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს 15-ჯერ დაეუფლა. თანამედროვე ეპოქის ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე კი 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი სტივენ ჰენდრია. ლეგენდარული შოტლანდიელი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიცაა. მან პირველად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 21 წლის ასაკში მოიგო. And that's why he's the greatest. Stephen Hendry, he produces another magical moment here at the Crucible. სნუკერი ბილიარდის ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ამავე დროს საინტერესო სახეობაა. მისი მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ჩაგდებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი თეთრი ბურთის კონტროლია. თავიდან მაგიდაზე 22 ბურთია, 1 თეთრი, 15 წითელი და 6 ფერადი. მოთამაშე ვალდებულია წითელი და ფერადი ბურთები მონაცვლეობით ჩააგდოს, სანამ ყველა წითელი ბურთი არ გათავდება. შემდეგ მობილიარდი თანმიმდევრულად უნდა მიხვდეს, ჯერ ყვითელი ბურთი უნდა ჩააგდოს, შემდეგ მწვანე, მერე ყავისფერი, ცისფერი, ვარდისფერი და ბოლოს შავი. ყველაზე ძვირად სწორედ შავი ბურთი ფასობს, მისი ჩაგდება მოთამაშეს 7 ქულას აძლევს. ყველაზე იაფი კი წითელი ბურთია, 1 ქულა.
სნუკერში უამრავი ნიუანსია და დეტალურად წესებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. აღსანიშნავია, რომ საინტერესოა არა მხოლოდ შეტევა და სერიულობა, არამედ დაცვითი პოზიციებიც. მოთამაშეები დიდი ოსტატობით მალავენ თეთრ ბურთს, საქმეს ურთულებენ მეტოქეს, რომ შემდეგ თავად უკეთესი პოზიცია შეიქმნას. სნუკერი სწორედ ასეთ პოზიციას ეწოდება, როდესაც ერთი მოთამაშე თეთრ ბურთს ისე დამალავს, რომ მეორე მიზანს ძირითადად წითელ ბურთებს პირდაპირ ვერ ხედავს და ვალდებულია ბორტებიდან ან ჩახვეული დარტყმით გამოძრეს სიტუაციიდან. საქართველოში ბილიარდის სახეობა განვითარებას მხოლოდ ახლა იწყებს. ჯერ არ არსებობენ პროფესიონალი მოთამაშეები და მწვრთნელები. სათამაშო ადგილებიც ცოტაა. სამაგიეროდ არიან ნიჭიერი დამწყები სპორტსმენები და ენთუზიასტები, რომლებიც თავიანთ საქმეს უანგაროდ საკუთარი სახსრებით აკეთებენ და სნუკერის განვითარებას ცდილობენ. ერთ-ერთი ასეთი ენთუზიასტია ახლა ჩამოყალიბებული საქართველოს სნუკერის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი დურგლიშვილი, რომელმაც პირველი სნუკერის კლუბი თავისი სახსრებით ბეთანიაში გახსნა და იქ სნუკერის დაგემოვნების საშუალება ბევრ მსურველს უფასოდ მიეცა. ბოლო წლებში საქართველოს სნუკერის ასოციაციამ ბილიარდის ფედერაციის დახმარებით რამდენიმე ოფიციალური ტურნირის ჩატარება შეძლო, რაც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ჩავატარეთ ესეთ ფილისი მასტერსი. დასამახსოვრებელი ფაქტი იყო, ეს პირველი იყო ჩვენ შემთხვევაში და რაღაცნაირად ეს ერთ-ერთმანეთს ვეხმარებოდით, უფრო კი არ უგებდით და გვინდოდა რომ კარგი თამაში გვეთამაშა ყველას და რაღაცნაირად ესე ცოტა არაოფიციალურად და ესე იოლად ჩაიარა, თუმცა მაგას ყავს ძალიან მაგარი გამარჯვებული სანდრო ქადაგიძე, რომელიც ორი კვირის მოსული იყო მაგ პერიოდში და დადგა და ყველა საჭობა მოკლედ. გაგვაკვირა, როგორ გონა რომ შემთხვევითობა შეიძლება იყოს ეს. მერე უკვე მოვიდა დრო საქართველოს ჩემპიონატის, რომელიც ეს ფედერაციამ პროგრამაში ჩააჯინა, იმის მერე რაც სნუკერს ცოტა ყურადღება მიექცა და რაღაცას დაემსგავსა და გამარჯვებული ხო ისევე სანდრო ქადაგიძე, რომელმაც ესე პირობა დადო რომ მეო ამ ჩემპიონატს მოვიგებო და დაამტკიცა რომ შემთხვევით არ მოუგია მას მოკლედ ეს თბილისის მასტერსი და მართლა უძლიერესი მოთამაშე შეუძლია იყოს სნუკერში. სნუკერში შევადარებდი უფრო ჭადრაკს. ან უფრო ესეთი სტილის თამაშია, ბევრი რამეა გასათვლელი, ტაქტიკა არის საჭირო, სტრატეგია არის საჭირო, გარდა იმისა, რომ თამაშია და კი ის ქნება და ბურთის ჩაგდება. ამას გარდა არის ძალიან დიდი ფსიქოლოგია საჭირო, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო შენ როდესაც თამაშობ. იმიტომ რომ რაიმე ერთი ფიქრიც კი ძალიან მოქმედებს შენ შედეგზე და შენ თამაშზე. ჩემი სტილი უფრო შეტევითია, შენტევი ვარ უფრო ვიდრე თავდაცვითი, ანუ უფრო ვცდილობ სწორად ვითამაშო ყოველთვის, მაგრამ როცა გასარისკია, უფრო ხშირად რისკავ ვიდრე არ ვისკავ. სნუკერი ისეთი თამაშია, რომ სერიული თამაშია, სერიას თუ არ აკეთებ რაღაც დონეზე, ანუ ხიბლი იმ ხიბლს ვერ იღებ, რაც სნუკერს აქვს რა. მაქსიმალური გაკეთებული მაქვს 64 ბევრი მაქვს გაკეთებული, ანუ 64-მდე, მაგრამ 64-ის ზევით სამწუხაროდ ჯეჯერობით არ მაქვს გაკეთებული. ვთვლი, რომ ძალიან დიდი პოტენციალია, რომ განვითარდეს ეს სერიულობა, ბიჭებსაც რო უყურებ, ჩემთვისაც რო უყურებ, ანუ სივად რო შევხედოთ ყველანაირი ემოციის გარეშე. არის ძალიან დიდი პოტენციალი და ძალიან სწრაფადაც კი განვითარდება ეს ყველაფერი. უბრალოდ საჭიროა მეტი ვარჯიში და მეტი სნუკერი. ჩვენ უფრო ნიჭზე აგებული გვაქვს ვიდრე აი ეს რაღაცა ვარჯიშზე და შრომის მოყარეობაზე რომ დაუფიქრდე, ბევრს არ ვარჯიშობენ. ქართველი ბილიარდისტები უბრალოდ დრო არ აქვს, ბევრს არ აქვს ის мотивация და სტიმული, რასაც ქვია, უნდა მიფასდებოდეს ეს მე რო ამაში ვარ, ეს ანაზღაურებადი უნდა იყოს და მე თქვენ გაჩვენებთ რა შემილია მე რეალურად ესე რაღაცა მოდუნებულზე, პასიურზე, რომ პერსპექტივა არ აქვს ამ ყველაფერს, ძნელი არის რომ იყო ბოლომდე მობილიზებული. იმისთვის რომ სნუკერი საქართველოში პროფესიონალურ დონეზე განვითარდეს, მხოლოდ ნიჭი და სათამაშო ოსტატობა საკმარისი არ არის. სნუკერი სპორტის ისეთი სახეობაა, რომელშიც პიროვნულ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოთმინება და სათამაშო დისციპლინა, როგორც წესი, მოთამაშეს ადრეულ ასაკში უყალიბდება. ამ თვისებების უკვე ზრდასრულ ასაკში შეძენას დიდი ნების ყოფა ჭირდება. ეს საკმაოდ ტკივნეული და ხანგრძლივი პროცესია.
ნელ-ნელა ვსწავლობთ, ესე იგი ამ დისციპლინასა ეს უყურებთ ხო, უკვე ამ საერთაშორისო დონეზე როგორ თამაშობენ და ნუ გვინდა რომ ჩვენც უკვე უნდა მივბაძოთ მაგათ. და მორჩა ის პერიოდი, როდესაც ყომარბაზების დრო იყო, ყომარისტების და ესეთ ავარდნილი ბიჭების სპორტი. შენ უნდა იყო ძალიან მომთფენი, ესეთი დამთმობი ადამიანი, ჯენტლმენი. შენ უნდა იცოდე წაგება, რაც მთავარია, იმიტომ რომ ეს ისეთი თამაში არის, სადაც შენ ესე უცებ არ აგებ. მორჩა 1-0 წავაგე ან 2. არა, ეს პროცესს აგებ შენ. ეს პროცესი, როდესაც იწელება 3 საათის განმავლობაში აგებ შენ ამ თამაშს. და შენ თუ წაგება არ იცი და შენ ეს გუნავს და გლის, მოკლედ, შენ ამასთან არაფერი არ გესაქმება. ფსიქოლოგიურად არსებობს რაღაცა ბარიერები, ხო, რასაც ჩვენ თვითონ ვქნით ჩვენ თავს. ამ ყველაფრისგან უნდა განთავისუფლდე აბსოლუტურად. მე მაგ რაღაცა ვიდეო ნანახი, მაგალითად ჭიანჭველა იყო და წრე შემოუხაზეს პასტით და ვერ ცდებოდა იმ წრეს, იმიტომ რომ თვითონ შეიქმნა ეს ბარიერი, რეალურად არ არსებობდა. ადამიანის შემთხვევაშიც ესე არის. ყველა ფიქრობს, რომ ვერ გააკეთებს, არ შეუძლია. რაღაც დონეზე შენ შეიძლება არ ფიქრობდე, მაგრამ გეფიქრება მაინც, რომ ვერ შეძლებ ამის გაკეთებას. თავარია პირველ რიგში ეს ფიქრი მოიშორო და იფიქრო, რომ შენ შეგიძლია. და შენ როდესაც ამას იფიქრებ, აუცილებლად წახვალ წინ, წახვალ ამ მიზნისკენ და აუცილებლად მიაღწევ ადრე თუ გვიან დანარჩენი უკვე ნიჩზე, შრომის მოყვარეობაზე და ვარჯიშზეა დამოკიდებული. შეუძლებელი მართლაც არაფერია, თუმცა სერიოზული შედეგების მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. აუცილებელი არსებობდეს სნუკერის აკადემია, რომელშიც ბილიარდის თამაში ბავშვებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია პროფესიონალი მწვრთნელების ჩამოყვანა და დამწყები სპორტსმენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. ბილიარდის ფედერაციაში ამის სურვილი ნამდვილად არის, თუმცა სპორტის ამ სახეობას სახელმწიფოსგან მეტი ხელშეწყობა ჭირდება. 2016 წლამდე ბილიარდი საერთოდ არ ფინანსდებოდა. წელს კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სამივე სახეობის, კლასიკური ბილიარდის, ამერიკული პულისა და სნუკერის განვითარებისთვის ჯამში 15,000 ლარი გამოყო. ეს სულ არაფერს რა თქმა უნდა ჯობია, მაგრამ ამ რესურსით სერიოზულ წინსვლაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს თანხა მხოლოდ დაგეგმილი ტურნირებისთვის თასების შესაძენად თუ იქნება საკმარისი. სნუკერი საქართველოში თავისი განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს და ბოლო წლებში პროგრესი ნამდვილად არის. რაც თავარია სპორტის ეს მართლაც უაღრესად საინტერესო და აზერტული სახეობა, ხალხში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ამ თამაშით უკვე ბევრი ადამიანია დაინტერესებული. სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა, კერძო სექტორის მეტი ჩართულობა, ფედერაციის სწორი მუშაობა, მედიისგან მეტი ინტერესი და დარწმუნებული ვარ შედეგიც მოვა. იმედია ადრე თუ გვიან ქართველებსაც გვეყოლება ჩვენი რონიო სალივანი, მარკ უილიამსი ან სტივენ ჰენდრი.